დიდება უფალს. ამაზე მეტი სასწაული რა უნდა ნახოს მსოფლიოში? ამაზე მეტი სასწაული რა მე არ ვიცი. ადამიანის გონება ნუ თუ ვერ უნდა წდებოდეს აი ამას და ამხელა დიდ სიწმინდეს. ეს ხო არავისი გაკეთებული არ და თვითონ მოდის ამ ჯვრიდან. როგორ შეიძლება ადამიანმა მოაწყოს ისე რომ ჯვრიდან წამოვიდეს ამხელა სურნელება და როგორ განმკურნა. არ ვიცი მე რა ვთქვა, ყველაფერს თქვა შემიძლია, მაგრამ მირჩევნია რომ ვთქვა ძალიან მცირე. აი ნახეთ. ამხელა დიდი ძალა აქ ჯვარს. ვთხოვ ყველას ირწმუნონ, რომ საქართველოს და ყველა სასულიერო პირი უწმინდეს მონეტარესი. მინდა რომ ყველა იყოს საზღვრებს გარეთ მამაოები, ყველა ამ ყოფოს უფალმა კარგად. შენდობას ვითხოვ ცოტა მომემატა. ნერვიულობ ძალიან, შენდობას ვითხოვ. მარტო ჯვრიდან რამდენისგან მოდის დედაღვთისმშობლიდან, რომელიც არის ყაზანის დედაღვთისმშობელი, ანუ გზის მაჩვენებელი და ისეთი თვალებიდან იმხელად მოსდის, აი პირდაპირ უყურებ, ხედავ აქედან როგორ მოსდის მირონი ყაზანის ღვთისმშობელს. ამაზე მეტი სასწაული რა შეიძლება? ვერ გავიგე. როგორ შეიძლება ესე თვალი მასაკნას ადამიანმა დაიბრმაოს თვალი, რომ მირონიდან მოსდის ამხელად ერთი პატარა ჯვარს, აი გეკითხებით. ხო ამდენი ხანი მაქვს ხელთ და აი გაოგნებული ვარ, რომ არ წყდება ეს ჩამოდის წვეთწვეთად. და რა ვიცი, ვისაც უნდა სამკურნალოდ, რა თქმა უნდა. მე მაგალითად ამან გამკურნა ამ მირონმა და ყველას მოუწოდებ, რომ ილოცონ, რომ საქართველოს ფეხზე დადგეს და გადარჩეს ბოროტი ძალებიდან. ჩვენი მეუფეები, ჩვენი პატრიარქი, ყველა ერი და ბერი, ღმერთო, ნახეთ, ამდენი ხანი მაქვს ჯვარი. ჩვენი მამაოები, არ შეიძლება მამაოებზე ცუდის თქმა, არ შეიძლება აუგის თქმა, იმიტომ რომ მათ უკან დაუბრუნდებათ ისევ ეს ყველაფერი. ბრძოლა არის, უხილავი და ცოდუები არიან ისინიც, არ შეიძლება. აი ამდენი ხანი მაქვს ხელთ ჯვარი და არ ჩერდება. ღმერთო შენდიდება, ღმერთო, აი ნახეთ, აი. იმას ვეხვეწები, როგორც პატრიარქი გვეყოფოს კარგად. ღმერთო, მეუფეები, არქიმანდრიტები, მონოზნები, ვერები. Cis șobelo calțul obi haradem mi madle bulamma.